იმედრობა ქალბატონო მაია რომ მომეცით საშუალება ჩემი პატარები მენახა სკოლის მეხებთან და როგორ აქტიურად არიან ჩართული სასკოლო პროცესში. ჩემო პატარებო თქვენ მინდა გითხრათ რომ ძალიან მიყვართ, მინატრებით და მიამართებით. ისურვებთ წარმატებებს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ისე აღიარებული ვარ ეხლა ამ სკოლის მეხებთან მოხდება. ძალიან ენატრებოდით და ამიტომ მოგიწვიეთ. დიდი მადლობა კიდეც. მადლობა. მაია ჩემს ახალი არ არის თქვენი გაკვეთილები ყოველთვის ვიცი რომ ძალიან გადაუჭირდა წარმატებულია თქვენი ყოველი დღე რა ვქნა მე როგორც მაინც მშობელი რა ვქნა მაინც განსაკუთრებულად მიყვარხარ და ამისთვის მინდა წარმატებები ვისურვოთ სულ განსხვავებულია მე მახსოვს თქვენი დიაკონის გაკვეთილი ჩემს კაბინეტი რო გასწრებით იყო საოცრად კარგი განსხვავებული და ესეც ძალიან კარგი და უნდა წარმატებულს და უამრავი ხალხა აფეთქება. დიდი მადლობა ასევე თქვენს. ქალბატონი ზიას იყო ბოდის მაშინ მაიკროფონს რა ეს პარალელზე შევნა. მე ვაჩვენ ქალბატონი ზია დაუწყდება. აი ბავშვი გაჩი. იაკობის ხმა ასაჩევ. აი რაც გისურვებ.
არც ერთი სადაც ქართულს დაცვა არ სჭირდება და ქართულს მოქერება არ სჭირდება. და მე სწორედ ჩემი მასწავლებლების და თქვენი იმედი მაქვს, რომ მომავალ თაობას ნამდვილად გადაეცემა ეს დიდი სიყვარული და ის ეროვნულობა, რაც ჩვენს ქართულ ამბებთან არის დაკავშირებული. დიდი მადლობა ხელოვნური ხისთვის. სულ ასეთი საუბარები და ლამაზები ყოფილიყო. და უფრო დიდ და დიდ გრანდიოზულ ღონისძიებებზე შეხორცოლეთ ერთმანეთს, მე ამის იმედი მაქვს, რომ იქნება. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის, განსაკუთრებით არაჩვეულებრივი ურთიერთობა. ნამდვილად მიხარია თქვენთან თანამშრომლობა, სასიამოვნოა და სასიამოვნოა ის, რომ ასეთ მომზადებული ბავშვებს გვიგზავნით. ვერცერთი მასწავლებელი, ახლა მე არაჩვეულებრივი მასწავლებლები ყავს ყველანი. დაწყებული მაია თილაკანდას, მაიას ღონისძიება, მისი პრიორიტეტი და დაწყებითი მასწავლებლები დიამატება. მაგრამ ვერცერთი მასწავლებელი იმას ვერ გააკეთებს ორ-კვირაში და ერთ-კვირაში, თუ გინდა ასეთი მოწესრიგებული გავხდეთ ღონისძიებაზე სტუმრებს. ეს თქვენი დასახურება, ნამდვილად მუშაობთ, თქვენს მისთვის დიდი მადლობა. თქვენ ახლა ჩვენი დასახდენ, ჩვენი ფუძე და უნდა გავაგზავნოთ ეს თანამშრომლობა, ესენი ხო ჩვენი ხვალინდელი დღეა. ყველა სიმხელი ქართველი ერის და როგორებსაც ავსდით, ეს არის ჩვენი მომავალი. დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის, დიდი მადლობა დავანებისთვის, რომელსაც დავანახეთ, ძალიან დაკავებულებია. ყველას დიდი მადლობა. კათედრას თანამშრომლებს თანამშრომლობს და მართლა ერთსულოვანია ერთის ღონისძიება, ყველა ღონისძიება. ეს ძალიან ბევრი ნიშნავს რუსეთის მადლობას გეუბნებით. ყველას მადლობა და წარმატებები კიდევ და კიდევ. ამიტომ მოვიწევთ ეს მადლობა გქვა. ერთლა როგორც ქართველებმა თქვენ მომავალს ამაილარიოს ხომ და მაგალითად თავისი როგორ დაგვაქვს აგრეთ ამბობთ ეს სამეთო მოგულები მოსაცერებელთვის და მაგას გახარებული ვარ. მოვეკავეროს აღნიშნეთ მაგას საოცარი იმიტომ როცა ჩაიყვება საფუძველი, კარგი, კედლები შეიძლება კეიცება, თქონდა და ყოველთვის იყო ერთად შეგრული ოჯახი განათლება და სარწმუნოება და არ არსებობდა საქართველოში მოთავაზო ყოფილი ცუდი იმიტომ რომ ოჯახი როგორც სტილოს ბავშვი ეს ხდება განათლება და სარწმუნოება და მე მოხარული ვარ ყოველი ასეთი ღონისძიებისთვის და მართლაც დანაცვლია ვარ ბავშვებმა ერთადერთი ენა სოფლიოში რომელიც კითხვა ვინ დაესმის ხოლმე ღმერთს და ადამიანს დანარჩენი არის ყოველივე რა ასე ვთქვათ ჩვენ მაგას მე უკვე ისწავლეთ მაგრამ ამიტომ გამოარჩია გვერდმა ესენა და არის წინასწარმეტყველება რომ აი ბოლო ჟამს ამენით განიკითხება მსოფლიო და ამენით ინივებს უფალე რომ აი რაღაცნაირად არ იკვლევა მსოფლიოში ზოგი ამას აღიარებს და ეხება ზოგი რა თქმა უნდა ვირუსის და პირიქით როგორც გვემზადეთ რომ არ ყოფილა ალბათ საუკუნეო დედაენას არ ქონია ბრძოლა არ ქონია რაღაცნაირად შენახა მაგრამ მადლობა ეს აი გამდე მოდის და აი ამიტომ ერთ-ერთი ენა რომელიც ღმერთმა პირველი შექმნა ეს არის ქართული ენა. რა თქმა უნდა ცოტა სხვა მოტივით იყო და ასე არ იყო დახვეწილი როგორც ჩვენ რაღაცნაირად გავარემიქსეთ ასე ვთქვათ ჩვენ ენაზე მაგრამ აი მაინც აი ძველი ქართული პირდაპირ მნიშვნელობით გამონაგდა ამიტომ მადლობა მის რომ ასეთი ღონისძიება ბავშვს რა თქმა უნდა ჩაუნერგავს სამშობლო ეს რომ გაიცვას მამულინა საწმუნება და აი დაუწევია ბავშვებს ის რომ წარმატებს ქართველობა უფრო თქვენ მართლაც მომავალი თაობა ხარ და აი მართლაც ჭირდება დრავალისად დროს აი ესეთი მომავალი თაობა იმიტომ რომ თუ ამათ აქედან არ გაიგეს იმიტომ რომ კიდე არ გინდა უკვე აგვიმახვილდა ენას მეტყველებას მუსიკას ხელოვნებას იმიტომ რომ რაღაცნაირად შემოვიდა ჩვენში რაღაცა ვიღაცების რაღაცა მადლობა გეცვა თქვენი დახმარებით პირველში თქვენ ამის მასწავლებლად რომ მეც თქვენი ასე ვთქვათ თქვენი გაზეთი შენ ბავშვები თანამდებობა და მე საერთოდ მადლობა მითხრა ამ მასე გამომიგან უზრუნველყო რომ მართლაც საოცარი რაღაცებს გეუბნებიან და საუბარენ ბავშვები რა თქმა უნდა დიდი მშობა პედაგოგს ასევე ბავშვებს ჩვენი ბავშვები რა თქმა უნდა დიდი მშობა და ასე თქვენს და ახარებული ვართ მადლობელი ვარ დიდი თვალით და უცხოელი ვარ და მეცხრა ჩვენი დაგწეროს მე თვითონ ახალ და აღზრდა ნამდვილი ქართველები Ustava guido da? Sì, beh, allora,
მე მეგონა მამა ილია თუ გითხრას, უბრალოდ არა, მე მითხეს, რომ და პოლიცია და ფუტბოლი და თბილისი არ